ევროპული საქართველოდან თელავი ახმეტა ყვარელი ლაგოდეხის რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი რას პირდება იგი ამომრჩევლს, ამას თავად მისგან შევიტყობთ. ბატონო ზურაბ, გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველ რიგში Edison Research-ის კვლევაზე კითხავთ, რომლის მიხედვითაც 13% გაქვთ თქვენ. ენდობი თუ არა ამ კვლევას და რას ფიქრობთ, როგორია თქვენი რეიტინგი? მოგესალმებით, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე არ გავეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც რიცხვებს ეთიშქვეს აყენებს, თუ კი მას სტანდო და რესპექტაბელური ორგანიზაცია ატარებს. Edison-ი ზუსტად ასეთია, ამიტომ არაფერი საფუძველი არ მაქვს შევიტანო ამ კვლევაში ეჭვი. ის რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაყოფილია ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, რაც ამ კვლევამ აჩვენა. ეს ახალი ამბავი არ არის, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ ძალიან დიდი სეგმენტი არის შუაში მოსახლეობის, რომელიც თვლის, რომ მომავალი მთავრობა უნდა იყოს კოალიციური მთავრობა, ოღონდ იმ პირობით, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებას უნდა ჩამოწივდეს და შესაბამისად, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, მას ეყოლება კოალიციური პარტნიორები და ყველაზე ძირითადი აქცენტი ამ დროს ეცდება ევროპულ საქართველოზე, როგორც პროფესიონალების და გამოცდილებით დაკომპლექტებულ გუნდზე. ამიტომ ეს კვლევა აჩვენებს ერთ რამეს, რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა ვერ დაამარცხებს ქართულ ოცნებას, მხოლოდ საერთო ოპოზიციურ ძალისხმევას, როდესაც სხვადასხვა პარტია თავის მომხრეებს უკეთებს მობილიზებას ქართული ოცნების დასამარცხებლად, აი ამ ფორმულით არის შესაძლებელი ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გასტუმრება და ეს კვლევა ამის დასტურია. როგორია ამომრჩევლის განწყობა თელავი ახმეტა ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში და თავად თქვენ რას პირდებით ამომრჩეველს? ვინც ჩემს Facebook გვერდს ადევნებს თვალს, ამინდა გითხრათ, რომ კახეთში ძალიან ბევრი ადამიანი ადევნებს თვალს, განსაკუთრებით ჩემი დოკუმენტური ფილმების სერიას სათაურის ყურძნის ფასი. მას ეცოდინება, რომ მე მაქვს ძალიან ინტენსიური კამპანია 4 მუნიციპალიტეტში მაქვს ინტენსიური შეხვედრები და მინდა გითხრათ, რომ მთლიანად მთელ საარჩევნო ოლქში, თელავში, ახმეტაში, ყვარელში, ლაგოდეხში მოსახლეობის უმრავლესობა ოპოზიციურად არის განწყობილი. ანუ მათ აღარ უნდათ არსებული ხელისუფლება, მათ უნდათ, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ჩამოწევდნენ ხელისუფლებას და მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები. და აქ უკვე შემდეგ ოპოზიციური პარტიები უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე, დააფიქსიროს თავისი აზრი და შევცვალოთ ხელისუფლება. ამ 4 მუნიციპალიტეტში მთავარი პრობლემა რა არის თქვენი შეფასებით? ეხლა რთველი სეზონია და რთველიც რო არ იყოს, მთავარი საფიქრალი კახეთში ყოველთვის არის ყურძნის ფასი. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ მთავრობას უგეუბნება, რომ ყოველწლიურად მეტი და მეტი ბოთლი ღვინო გადის უცხოეთში და იყიდება შენობის შესაბამისად მეტი და მეტი დოლარი და ამ დროს ყოველწლიურად ვიყურებთ ფასის მუდმივ ყურძნის ფასის ქვემოთ წამოსვლას. 2012 წელს ივანიშვილი ამბობდა, რომ მაშინ კაციტელი 1 ლარი იყო, ლარი და 10 და ამბობდა, რომ როგორ შეიძლება ლარი რიგდეს კაციტელიო და თან იმ ლარს სხვა მწიგელუნარიანობა ჰქონდა. ეხლა აღარ არის 80 წელია და შესაბამისად რომელიც ისედაც დაუფასურებულია და ადამიანი ვეღარაფერს ვერ ყიდულობს მაღაზიაში თუ აფთიაქი რო შედის. შესაბამისად ყურძნის ფასია თავარი პრობლემა და მე დავამატებდი სამ ძირითად პრობლემას, რომელიც არამარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოშია პრობლემა. ეს არის სამუშაო ადგილები, უმუშევრობა, მეორე ეს არის ფასების ზრდა და ეს ახლა ძალიან ნაწყვეტა ჩვენ მოქალაქეების ჯიბებს, ჩვენი ოჯახების შემოსავალს და მესამე ეს არის სიღარიბე, იმიტომ რომ უმუშევრობითა და ფასების ზრდით არის გამოწვეული ის სიღარიბე, რაც ჩვენ ქვეყანაშია. და ბოლოს 31 ოქტომბერს თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ
საერთო ოპოზიციური განწყობა გაიმარჯვებს ივანიძის ჩამოვაცილებს ხელისუფლებას და შემდეგ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისგან დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობა, სადაც ევროპული საქართველო იქნება ესეთი სამყარო და საყრდენი პარტია, შეძლებს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა. დიდი მადლობა, გვესაუბრებოდა ევროპული საქართველოდან თელავი ახმეტა ყვარელი ლაგოდეხის რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მადლობა თქვენ.